Sanktsiები ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, უწყვეტი კრიტიკა და ოპოზიციასთან კოორდინაციით ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოსთან წარმოებული პოლიტიკის მთავარ შემოქმედად ქართული ოცნება Deep State-ს ასახელებს. ძირითად მიზნად კი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების შეცვლის სურვილს ასახელებს. ამ კონტექსტში განიხილავენ მმართველ გუნდში მოსამართლეების სანქცირების საკითხსაც. მმართველი პარტიის განცხადებით ახლა მთავარი სამიზნე სწორედ ქართული სასამართლო სისტემაა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში შესული საჩივრები წარმოებაში არ მიიღო. ამ დრომდე მიმდინარე ორკესტრირებულ შეტევას მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებით ხსნიან და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ თუ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყდება. ხელისუფლების არგუმენტები ოპონენტებისთვის აბსურდული და ღიმილის მომგვრელია. რა მოტივით უნდა სურდეს გარეძალებს საქართველოში მარიონეტული მთავრობის არსებობა და რა გზებით უნდა ცდილობდნენ ამას. შეკითხვამ აქტუალობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეიძინა, ანუ მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ომში ჩართვას აიძულებდნენ. ხელისუფლება დღეს ამ ძალებს Deep State-ად მოიხსენიებს და ამბობს, რომ დაუმორჩილებლობის გამო ამავე ძალებმა საქართველოში მმართველების შეცვლა გადაწყვიტეს. სამწლიანი უწყვეტი კრიტიკა, ქართულ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს თან კოორდინაცია, თბილისის ანტისამთავრობო აქციებზე ევროპელი მაღალჩინოსნების მონაწილეობა და სანქციების სერიებად გამოქვეყნება. ქართული ოცნებისთვის ეს მის შესაძლებლად დაწერილი სცენარის ნაწილია, თუმცა გეგმის მთავარი პუნქტი სასამართლოს დამორჩილება შეუსრულებელია. მაგალითად, ამის გამოხატულებად მიიჩნევენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დასანქცირებას და მის რეალურ მოტივად იმას ასახელებენ, რომ არჩევნების გაუქმების მოთხოვნით შესული საჩივრები სწორედ ამ ადამიანებმა არ დააკმაყოფილეს. იცით რომ ლიტვის ხელისუფლებამ ლიტვაში შესვლა აუგზავნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლეს. იმ მოსამართლეებს რომლებმაც მაკენის ინსტიტუტის თანამშრომლის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ანუ პირდაპირ ლიტვის ხელისუფლებამ თქვა, რომ მას უნდა არჩევნების გაუქმება საქართველოში, ვინც ამას არ აკეთებს, იმას დაასანქცირებს და ამაზე მეტი ჩარევა რა არის. სასამართლო ხელისუფლება ის ბერკეტია, რომლითაც გარეძალებს სხვა ქვეყნის შიდა პროცესების მართვა თავის სასარგებლოდ შეუძლიათ. ამბობენ ქართულ ოცნებაში და ამის მაგალითად რუმინეთი მოჰყავთ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სასამართლომ გააუქმა, ხოლო პირველ ტურში პირველ ადგილზე გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მომხდარი ეგრეთ წოდებული Deep State-ის მიერ რუმინეთის მარიონეტული მთავრობის შენარჩუნების მცდელობაა ქართული ოცნებისთვის, რომელიც პარალელს ისევ საქართველოსთან ავლებს და იხსენებს უახლოეს წარსულს, როდესაც ოპოზიცია სასამართლო რეფორმას, ეგრეთ წოდებული ვეტინგის სისტემის დანერგვას ითხოვდა. ამ რეფორმის მიხედვით უნდა მომხდარიყო არასამთავრობო ორგანიზაციების და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოსამართლეების კრიტერიუმების გადახედვა და მათი ხელახლა დანიშვნა. ქართული ოცნების მტკიცებით, მას შემდეგ რაც მან გარეძალებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია. ამ ოპერაციის ნაწილად ხელისუფლება ასახელებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის გაჭიანურებას. საბოლოო ჯამში კი მისივე თქმით იგეგმებოდა ქვეყანაში უარყოფითი მუხტის აწევა და რევოლუციის მოწყობა არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით. ამის მაგალითად მმართველი გუნდი ასახელებს ბაკურიანის და აკერმანის ცნობილ ტრენინგებს და ამბობს, რომ გადატრიალების მიზნით ფინანსები არასამთავრობო სექტორის ბიუჯეტიდანაც იხარჯებოდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში იშველიებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის იმ განცხადებას, რომლითაც ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციები სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. მანამდე გახსოვთ თქვენ ოპოზიციის გზავნილები, როცა ჩვენ განვიხილავდით, ვიღებდით გამჭირვალობის შესახებ კანონს, როგორ შეიძლებოდა რაიმე, ასე ვთქვათ, ნეგატიური გვეფიქრა დასავლურ დაფინანსებაზე, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო ეს დაფინანსება, ну პირდაპირ ცხადად შესაბამისმა სახელმწიფომ თავად განაცხადა ის, რომ მათი გადასახადის გადამხდელის ფული გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ეს ხო რა თქმა უნდა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში ვითარების ასარებად. ამ ფონზე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობის შესახებ რეგულაციების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ამაზე მუშაობს ბუნებრივია საქართველოს პარლამენტი. მართალია USAID-ის და NED-ის მიმართულებით არის არსებითი ცვლილებები, მაგრამ
ბუნებრივია მარტივად შეუძლია deep states გადაალაგოს დაფინანსების წყაროები და დაფინანსების მექანიზმები. თქვენ ხედავთ, რომ როცა საუბარია ომის გახანგრძლივებაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებმა თქვა უარი ომის გახანგრძლივების დაფინანსებაზე, მაგრამ ახლა ცდილობენ, რომ ევროპის ხელით გადაალაგონ ომის დაფინანსების გახანგრძლივება. იგივე ტენდენციებს ხედავთ ჩვენ ამ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ეხება საქართველოში ინჯოების დაფინანსებას, რევოლუციური, ასე ვთქვათ, ინტერესების დაფინანსებას, აქაც ხედავთ გარკვეულ გადალაგების მცდელობას. ამას უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ ბუნებრივია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. გარეძალების შესაძლო ინტერესების არსებობა საქართველოში ღიმილის მომგვრელი იყო და რჩება ოპოზიციისთვის. იმის მიუხედავად, რომ ეგრეთ წოდებული deep state-ის არსებობაზე და მისი დამარცხების აუცილებლობაზე დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე ალაპარაკდა. ტრამპის კრიტიკისგან თავს იკავებენ, ქართული ოცნების განცხადებებს კი ტყუილს და მანიპულაციას უწოდებენ. ქართული ოცნების ამ სალამურას შეგიძლიათ გადასცეთ, რომ როგორც მას არ უხდება მეცხვარეკაც სალსტუხი, ისეთივე სიმართლე არის, რომ deep state-ი საერთოდ არსებობს და რამეს ახორციელებს სადმე. Deep state-ი ამერიკული ვერსიით არსად არ მოიცავს ევროპულ ქვეყნებს, ისე როგორც ეს დინარაძემ მიყიდა თავის სატელევიზიო არხების მეშვეობით საზოგადოებას. ხელო ბაყუაშვილი, რომელიც დღეს საუბრობს ჩვენ დასავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერაზე, როგორც გადატრიალების და რევოლუციების სცენარზე, თუ კარგად გახსნის პარლამენტის ვებგვერდს ნახავს იქ, რომ სწორედ USAID-ის დახმარებით მოხდა ეს ამ ვებგვერდის და მნიშვნელოვანი საჯაროების პრინციპის უზრუნველყოფა. იმას, ვისაც გარეძალებს უწოდებს არალეგიტიმური ქართული ოცნება, სინამდვილეში არიან ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მეგობრები. თუმცა მათი მხრიდან დირექტივები კი არ მოდის, მათი მხრიდან მოდის სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს თავისუფლება, დემოკრატია, დაცული იყოს სუვერენიტეტი. ბრალდების ადრესად ქართულ ოცნებაში კი პოზიციების საკითხზე ერთსულოვანია და ამბობენ, რომ ურთიერთობების გადატვირთვა დასავლეთთან მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს გარედან შეწყვეტენ. იხსენებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ამერიკის მხრიდან წამოსული კრიტიკა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, ანუ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შეჩერდა. ევროპაში კი მათი თქმით ეგრეთ წოდებული deep state-ის ქსელები ჯერ კიდევ მყარადაა გაბმული და ხელისუფლების შეცვლას კვლავაც ცდილობენ. მე კლასის დამრიგებლად არის ხა დანიშნული, რომ ყოველდღე ჩაგვერიო დიპლომატებს, ელჩებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის გამსაზღვრელები. არავის არ მიუწია მათთვის უფლება რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ამიტომ ყველას მოუწოდებთ დაუბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში. მათი ამოცანა არის საკუთარი ქვეყნის წარმოდგენა საქართველოში და ზრუნვა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის, ორ ხელისუფლებებს შორის იყოს შესაბამისი ურთიერთობები. ნაცვლად ამისა, ხედავთ, რომ დღე-გამოშვებით, ოპოზიცია უზით თავის საელჩოებში, ან თვითონ დადიან ოპოზიციასთან ოფისებში. ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ვისმენდით ძალიან არასწორ განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე, გაჯერებული იყო შანტაჟით, მუქარებით და ეს ყველაფერი ცხადი იყო. ამ ყველაფრის უკან ვიცით, ვინ დგას, რა ძალები დგას, ეს ქვეყნის შიგნით არსებული რადიკალები უბრალოდ ახმოვანებენ მათ ზრახვებს და სურვილებს და მთავარი მიზეზი და მიზანი რა იყო ამ ყველაფრის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად. უნდათ ამ ყველაფრის განხორციელება, როგორც ეს სხვა ქვეყანასთან მიმართებაში გააკეთეს. მხედველობაში მაქვს უკრაინა. გამონათქვამები უკრაინის მაღალი დონის წარმომადგენლებისაგან, ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან, იგივე ვიღაც რადას წარმომადგენლებისაგან აბსოლუტურად არის სასაცილო. სასაცილო იმდენად, რამდენადაც ტყუილია. ზუსტადაც ეგ იყო ამოცანა, რომ საქართველო ყოფილიყო ერთ-ერთი ცხელი წერტილი, სადაც რუსეთი თავის ძალებს დახარჯავდა და შესაბამისად შემსუბუქდებოდა შეტევის აგრესიის მთავარი მიმართულება. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ისმოდა როგორც ვაშინგტონიდან, ისე ევროპული დედაქალაქებიდან. განსხვავებით შეერთებული შტატებისგან კვლავ აქტიურობენ ბალტიისპირა ქვეყნები. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ შავ სიაში ყველაზე მეტი ქართველი შეიყვანეს. ბოლო სასანქციო სია მათმა საგარეო უწყებებმა გასულ კვირას გამოაქვეყნეს.